მოგესალმებით ყველას. მინდა ვისაუბრო მიზეზზე იმისა, თუ რატომ იქმნება რელიგიური სექტები, რელიგიური მიმდინარეობები, იგივე სექტები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ჩვენ ქრისტიანები ვართო, მაგრამ ისინი მაინც დაყოფილნი არიან და ერთმანეთს არ ეთანხმებიან, ასე ვთქვათ, ბევრ საკითხში. ერთმანეთს არ ეთანხმებიან, ან თუნდაც ერთ საკითხში აქვთ ისეთი განსხვავება, რომ დაყოფილები არიან და ერთად არ არიან. ესე იგი, როდესაც ვინმე კითხვას სვამს, შეკითხვას დასვამს ისეთი ადამიანი, ვინც ამ საკითხში ჩაუხედავია, რომ აი რატომ არის ამდენი რელიგიური სექტა, ამდენი რელიგიური მიმდინარეობა, იმ დროს, როცა არსებობს ერთი ბიბლია, ერთი წიგნი. რა არის მიზეზი ამისა? თუ კი ეს ღვთის წერილი ყველასათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი და ყველასათვის გასაგებია, ესე იგი, და ყველა ადამიანი რო წაიკითხავს გულწრფელად, რა თქმა უნდა, როცა ისწავლის, თუ კი ყველამ ერთი და იგივე აზრი უნდა გამოიტანოს აი აქედან, მაშინ რატომ არის ამდენი რელიგიური სექტა და რატომ იქმნება ეს რელიგიური სექტები? ამ კითხვაზე პასუხი თავად ბიბლიაშივია და მე გირჩევთ თქვენ ისეთ ადამიანებს, ვისაც მართლაც გულწრფელად გაინტერესებთ ეს საკითხი, გირჩევთ, რომ ბიბლია თქვენ თვითონვე წაიკითხოთ, შეისწავლოთ პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით და არ გააკეთოთ აი ისე, რომ ესე იგი აქა-იქ ამოიკითხოთ, თქვათ, ბიბლიის ესა თუ ის ნაწილი ისწავლოთ და დანარჩენებს ყურადღება არ მიაქციოთ. ბიბლია არის ერთი მთლიანი წიგნი და მის შესასწავლად აუცილებელი არის ის, რომ თავიდან ბოლომდე პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით ისწავლოთ. ეხლა უშუალოდ ამ კითხვას, რაც შეეხება კონკრეტულად რატომ იქმნება ამდენი რელიგიური სექტა, როცა არსებობს ღვთის წერილი ერთი წერილი ღმერთისგან შთაგონებით დაწერილი, თუ კი არსებობს აი ეს ერთი ღმერთი, ერთი წერილი ამავე დროს, მაშინ ამდენი შეხედულება რატომ არის ღმერთზე სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში? ხო, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა და ამაზე პასუხს თავად ღმერთივე გვაწვდის. კონკრეტულად წარსულ ისტორიებშიც და დღევანდელობაშიც რატომ ხდებოდა დაყოფები და ახალი სექტების შექმნა და ასევე დღესაც რატომ შეიძლება შეიქმნას რაიმე ახალი სექტა, ამ დღეისაზეც და ძველ ისტორიებზეც ღმერთი პასუხებს გვცემს. კონკრეტულად ეხლა რა პასუხებია ბიბლიაში მოცემული? ესე იგი, დავიწყებ აი იქიდან, რომ ამდენი სექტის არსებობას ხელს უწყობს თვითონ ამ სექტების რიგითი წევრების უცოდინრობა, რიგითი წევრების უცოდინრობა ბიბლიისა, რომ ეს თვითონ რიგითი წევრები ამა თუ იმ სექტისა თვითონ ინდივიდუალურად ბიბლიას არ სწავლობენ, არამედ დაჯერდნენ, ასე ვთქვათ, აი იმას, რომ თავისი ორგანიზაცია რასაც აწვდის, აი იმას ბრმად იღებენ, მეტწილად ბრმად იღებენ და თუ კი ესა თუ ის წევრი რაიმე გამოკვლევას ატარებს ინდივიდუალურად, ისიც არის ძალიან, ასე ვთქვათ, ზედაპირული და არ არის ყოვლის მომცველი. კონკრეტულად ეხლა ისტორიებს გადავავლებ მე თვალს. აი ღმერთი რა ინფორმაციას გვაწვდის ამასთან დაკავშირებით? რატომ იქმნებოდა სხვადასხვა რელიგიური სექტები, რომლებიც ღმერთის წერილთან და ღმერთის სწავლებასთან იყვნენ წინააღმდეგობაში? ერთ-ერთი ასეთი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი არის ჩრდილოეთ ისრაელის მაგალითი. ბიბლიიდან ვიგებთ იმას, რომ თავდაპირველად ეს ისრაელი როგორც სახელმწიფო, როგორც ერი და სახელმწიფო სათავეს იღებს აბრაამიდან ღმერთმა აბრაამს დაუდო აღთქმა და შემდგომ აბრაამის შვილიშვილიდან უკვე იაკობიდან წარმოიშვა ისრაელის 12 შტო.
აბრაამის შვილიშვილს ერქვა იაკობი, რომელსაც ღმერთმა დაარქვა ისრაელი. ისრაელს ჰყავდა 12 ვაჟი. და ზუსტად ისრაელის 12 ვაჟიდან გამრავლდა ერი და წარმოსდგა ისრაელის 12 შტო, რომლებსაც გარკვეულ პერიოდში მოუწიათ ყოფნა ეგვიპტეში, სადაც ისინი გამრავლდნენ. იაკობის იგივე ისრაელის ოჯახი შევიდა ეგვიპტეში, იქ გამრავლდნენ და შემდგომ ამისა, როდესაც აი ამ აქტიურ გამრავლების პროცესში იყვნენ ისინი და როგორც ერად აი ესე ყალიბდებოდნენ ეგვიპტის მიწაზე, მოხდა ისე რომ ეგვიპტეში მოვიდა სხვა მეფე, რომელმაც დაიწყო ისრაელიანების დამონება, შევიწროება და უზომოდ ესე იგი უზომოდ და ტანჯვით ამუშავებდა ისრაელიანებს, რათა ისინი დაეჩაგრა და მთელი ეს ისტორია ბიბლიის რიგით მეორე ნაწილში გამოსვლაში არის ჩაწერილი და შეგიძლიათ თქვენ ეს წაიკითხოთ, ისწავლოთ. ამავე გამოსვლიდან ჩვენ ვიგებთ იმას, რომ ღმერთმა ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტელთა მონობიდან და შემდგომ ამისა ღმერთმა ისრაელიანები შეიყვანა აღთქმულ მიწაზე ქანაანის ქვეყანაში და დიდი ხნის განმავლობაში ისინი როგორც ერთიერი ისე ცხოვრობდნენ ქანაანის მიწაზე ვიდრე სოლომონის გარდაცვალებამდე. სოლომონი იყო ისრაელის რიგით მეორე მეფე, როდესაც ისრაელიანებმა მეფე მოითხოვეს ღმერთმა ბოდიში. სოლომონი იყო ისრაელის რიგით მესამე მეფე, როდესაც ისრაელიანებმა მეფე მოითხოვეს, ღმერთმა თავიდან მეფედ, ასე ვთქვათ, დაუნიშნა საული, შემდგომ დავითი და დავითის შემდგომ უკვე მეფე გახდა სოლომონი. და სოლომონმა ისეთი რეფორმები ჩაატარა ისრაელში, რომ რიგითი მოსახლეობა შეაცდინა და ესე იგი ფაქტიურად ღმერთს რაც აკრძალული ჰქონდა სოლომონისთვის, რომ არ გაემრავლებინა ცოლები და არ მოეყვანა უცხოელი ქალები ცოლებად, რომლებიც თუ კი მოიყვანდნენ ისრაელიანები უცხოელ ქალებს ცოლებად, ღმერთს გაფრთხილებული ჰყავდა ისინი, რომ ეს უცხოელი ქალები მათი ცრუ ღვთაებებისკენ მიდრეკდნენ ისრაელიანთა გულებს და ამიტომაც იყო, რომ ისრაელიან მამაკაცებს ღმერთმა აუგრძალა უცხოელი ქალების მოყვანა ცოლად. მაგრამ ეს მითითება სოლომონმა დაარღვია. მან მოიყვანა მრავალი ცოლი თავისი მეზობელი ქვეყნებიდან, ესენი იყვნენ მოაბელები, ყამონელები, აგერ ეგვიპტის ასულიც ყავდა მას ცოლად, ციდონელებიც ყავდა, ეს ზოგადად ესე იგი ეს მისი მოსაზღვრე ქვეყნები, ვინც იყვნენ და ასევე არამოსაზღვრე ქვეყნებიც ამ ქვეყნებში იყო გავრცელებული ცრუ ღვთაებების თაყვანისცემა, რაც ღმერთს აკრძალული ჰქონდა ისრაელიანებისთვის, რომ არ უნდა გაჰყოლოდნენ მათ მეზობელ და ასევე სხვა ქვეყნების ცრუ ღვთაებებს. სოლომონმა ეს მცნება დაარღვია, მან მოიყვანა უცხოელი ქალები ცოლებად და მათ და ასე ვთქვათ მათთვის რომ ეამებინა ისრაელში მათ ცრუ ღვთაებებს დაუდგა საკურთხევლები, სამსხვერპლოები და თვითონაც ესე იგი გული აიყარა უფალზე და ეს იყო ასე ვთქვათ ერთ-ერთი მაგალითი არის აი იმისა, როგორ შემოვიდა ისრაელში აი ასეთი სექტები, რომელიც სექტებიც უკავშირდებოდა სხვადასხვა ქვეყნების ცრუ ღვთაებებს. ეს ერთი მაგალითი თქვენ შეგიძლიათ სოლომონის ეს საქმეები აგერ წაიკითხოთ ბიბლიაში მეფეების მესამე წიგნში, რა გააკეთა მან. იგივე ბიბლიაში ეკლესიასტეს წიგნი არის, ასე ვთქვათ, შეტანილი და იქიდან ჩანს, რომ უკვე როდესაც სოლომონი, ასე ვთქვათ,
ღრმა მოხუცებულობაში, ასე ვთქვათ, მან მოინანია ეს თავისი ქმედებები, მაგრამ მის მიერ აგებული ეს სამსხვერპლოები, რაც ისრაელში იყო, საუკუნეების განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში ისრაელში არსებობდა, ვიდრე მეფე იოშიამდე. მეფე იოშია იყო სოლომონის შემდგომ მრავალი წლის შემდეგ მეფობდა იუდეის სამეფოში და მან გაანადგურა სოლომონის მიერ გაკეთებული ეს სამსხვერპლოები. როდესაც სოლომონმა ეს სიბილწეები ჩაიდინა ისრაელში და ფაქტიურად ისრაელიანებიც შეიყვანა შეცდომაში, ღმერთმა გამოუტანა სოლომონს განაჩენი და ისრაელსაც და თქვა, რომ როდესაც სოლომონი გარდაიცვლებოდა, ღმერთი ისრაელის სამეფოს გაყოფდა ორ ნაწილად. მართლაც ღმერთმა ეს გააკეთა და როდესაც ესე იგი სოლომონის მეფობის მეორე ნაწილში, ასე ვთქვათ, ღმერთმა მტრად გაუჩინა სოლომონს იერობოამ ნაბატის ძე, რომელიც მტრობდა სოლომონს და შემდგომ ამისა, როდესაც სოლომონი გარდაიცვალა, სოლომონის მაგივრად მისი შვილი რობოამი დადგა მეფედ, ხოლო აი ამ ზუსტად რობოამის მეფობის დროს ღმერთმა ისრაელის სამეფო გაყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად. სამხრეთ სამეფოში მოექცა იერუსალიმი და ასევე იერუსალიმის ტაძარიც, სადაც ღვთის რჯულისამებრ ტარდებოდა სხვადასხვა რიტუალები, სხვადასხვა მოქმედებები და ესე იგი სამხრეთ სამეფოში, ესე იგი მოექცა იერუსალიმი თავისი ტაძრით და სამხრეთ სამეფოს მეფე იყო რობოამი, ხოლო ჩრდილოეთ სამეფოში თავად ღმერთმავე, ამას თქვენ დააკვირდით, თვითონ ღმერთმა ჩრდილოეთ სამეფოს მეფედ დააყენა იერობოამ ნაბატის ძე. ესე იგი აი ეს მთავარი, ასე ვთქვათ, აი ეს ცენტრი, თუ შეიძლება ასე ითქვას, რელიგიური ცენტრი, სადაც სხვადასხვა რიტუალების შესრულება დავალებული ჰქონდათ ისრაელიანებს, უკლებლივ ყველა ისრაელიანს, ჩრდილოელებსაც და სამხრეთელებსაც, ეს თვითონ ღვთის რჯულში არის ჩაწერილი, რომ ესე იგი ჩრდილოელებსაც და სამხრეთელებსაც იერუსალიმის ტაძარში ყოველწლიურად უნდა ევლოთ და ასევე აი იმ მღვდლებთან, რომელი მღვდლებიც აარონიანი მღვდლები იყვნენ და იერუსალიმის ტაძარში იყვნენ განწესებულები, აი იმ მღვდლებთან უნდა ევლოთ ჩრდილოეთ ისრაელიანებსაც და სამხრეთელებსაც. როდესაც ღმერთმა მეფობა მისცა ჩრდილოეთ სამეფოში იერობოამ ნაბატის ძეს, მას შეუთვალა, ასე უთხრა, რომ თუ კი იერობოამი ღმერთის წესებს დაიცავდა და ღმერთის ერთგული იქნებოდა, ღმერთი იერობოამის ტახტს ისევე განამტკიცებდა, როგორც დავითის ტახტი განამტკიცა. და ყველანაირად, ესე იგი, იერობოამი ინფორმირებული იყო. ეხლა ამას თქვენ დააკვირდით, რა მოხდა თვით ისრაელშიც კი, როგორი სექტა ჩამოყალიბდა და რა იყო ამისი მიზეზი. ესე იგი, იერობოამ ნაბატის ძე ინფორმირებული იყო, ღვთის რჯულში განსწავლული იყო, მან შესანიშნავად იცოდა რა იყო ღმერთისაგან დაწესებული, რა იყო ღმერთისთვის, ასე ვთქვათ, მოსაწონი და რა არ იყო ღმერთისთვის მოსაწონი. მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც უკვე იერობოამი ფაქტობრივად გახდა მეფე, მას ასეთი აზრები მოუვიდა თავში და ვინც ბიბლია იცის, ძნელი გამოსაცნობი არ არის, ვინ მიაწოდა ეს აზრები. რა თქმა უნდა, ღმერთის მოწინააღმდეგე ეშმაკმა მიაწოდა ეს აზრები, აი ეს აზრი, რომ იერობოამი ფიქრობდა, რომ ეხლაო ხალხიო ისევ იერუსალიმში დაიწყებსო სიარულსო
და მიუბრუნდება თუ გულიო თავიანთი მეფისკენო, ესე იგი რობოამისკენო, მე მომკლავენო და თვითონ შერიგდებიანო რა, ასე ვთქვათ. ესე იგი მე ხო ვილაპარაკე უკვე რომ მიუხედავად იმისა რომ ღმერთმა ისრაელი გაყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთ და სამხრეთ სამეფოებად, მიუხედავად აი ამისა, ჩრდილოეთ ისრაელიანებიც ვალდებულები იყვნენ ღვთის რჯულის თანახმად, რომ სამხრეთ სამეფოში იერუსალიმში წასულიყვნენ ხოლმე ყოველ წლიურად და სხვადასხვა დღესასწაულებში მიეღოთ მონაწილეობა, სხვადასხვა წესებში მიეღოთ მონაწილეობა და ღმერთს არ ჩამოშორებულიყვნენ. ხო და როდესაც ეს იერობოამმა იცოდა, მას ასეთი აზრი მოუვიდა თავში, რომ ეშმაკმა მიაწოდა მას ასეთი აზრი, რომ აი ახლაო თუგი ესე იგი ეს ხალხიო ისევ იერუსალიმში დაიწყებსო სიარულსო, შეურიგდებიანო, ესე იგი ერთმანეთსო და მე მომკლავენო და ტახტს დავკარგავო. აი ღმერთმა ხო უთხრა იერობოამს, რომ პირიქით, ესე იგი თუ იერობოამი ნაბატის ძე ღმერთის ერთგული იქნებოდა, პირიქით ღმერთი განამტკიცებდა მის ტახტს. ამის საპირისპიროდ ეშმაკმა მას შეუტანა აზრი ფიქრებით აი იმისა, რომ თუ კი იერობოამი ღმერთის ერთგული დარჩებოდა, პირიქით იგი ტახტს დაკარგავდა. ისევე როგორც მაგალითად ეშმაკმა ევარო აცდუნა, აიმით რომ ღმერთს ევასთვის და ადამიანისთვისაც მათთვის ნათქვამი ჰქონდა წინასწარ, რომ აკრძალული ხის ნაყოფი არ შეეჭამათ, თორემ როგორც კი შეჭამდნენ, სიკვდილით მოკვდებოდნენ. ღმერთს ჰქონდა ეს ნათქვამი. ხოლო ეს ეშმაკი ქალთან მივიდა გველის მეშვეობით, გველის სახით და მას დაელაპარაკა და საპირისპირო აზრი შეუტანა ამ ქალს. ესე იგი, საპირისპირო აზრი იმისგან საპირისპირო, რაც ღმერთს ჰქონდა ნათქვამი. საპირისპირო რა მუთხრა? პირიქით, ესე იგი, არ მოკვდებითო, ღმერთმა ხომ უთხრა, რომ არ შეჭამოთ იმ ხიდან, თორემ მოკვდებითო. ეშმაკმა უთხრა, არ მოკვდებითო. და ზუსტად აი ამის მსგავსად იერობოამსაც ეშმაკმა ღმერთის საწინააღმდეგო აზრი შეუტანა. და აგერ ადამის ისტორიიდან ვიგებთ იმას, რომ როდესაც ადამმა ეს ღვთისმცნება დაარღვია, ნამდვილად აიქინა შემოვიდა ცოდვა და ცოდვის შედეგად შემოვიდა სიკვდილი. ესე იგი, გამართლდა ღმერთის სიტყვა და არ გამართლდა ეშმაკის სიტყვა. ამ შემთხვევაშიც იერობოამს ეშმაკმა ღმერთის საწინააღმდეგო ფიქრები და აზრები შესთავაზა და სამწუხარო ის იყო იერობოამისთვის და ისრაელიანებისთვისაც, რომ იერობოამმა დაუჯერა არა ღმერთს, არამედ ეშმაკის აზრებს, რომელი აზრებიც თავში მოუვიდა ფიქრების სახით, ასე ვთქვათ, ხო? და რა გააკეთა ახლა იერობოამმა, როგორ შექმნა მან, აი სპეციალურად მიზანმიმართულად მან იცოდა, რომ ქმნიდა სექტას, რომელიც ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ იგი ამას არ მოერიდა და გააკეთა ასეთი რამ, რომ ესე იგი იერობოამმა ჩამოაყალიბა სამღვდელო სარიტუალო სისტემა, ჩამოაყალიბა რელიგიური ორგანიზაცია თვითნებურად, დანიშნა მღვდლები, რომლებიც არ იყვნენ აარონის შთამომავლები. ამას იმიტომ ვიძახი, რომ ღმერთის რჯულში, იგივე მოსეს რჯულსაც რომ ეძახით, ამ მოსეს რჯულს ეწოდება ღვთის რჯულიც და ასევე მოსეს რჯულიც, იმიტომ რომ ღმერთმა მოსეს ჩააწერინა ეს რჯულის წიგნში, რომელიც ბიბლიაში არის შესული კონკრეტულად ბიბლიის აი ეს გამოსვლა რო არის, ხო? მთლიანად ბიბლიის პირველი 5 ნაწილი, დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვი და მეორე რჯული, ამ 5
ნაწილს ეწოდება მოსეს 5 წიგნეული, ვინაიდან ღმერთმა მოსეს დააწერინა აი ეს 5-ვე გრაგნილი, რაც ბიბლიაში არის შესული და არ გეგონოთ რომ ეს მოსეს 5 წიგნეული სხვა რაღაცაა და ბიბლია სხვა რაღაცაა. ბიბლიაში არის შეტანილი ბიბლიის ერთობლიობაში არის შესული ეს მოსეს 5 წიგნეულიც და ასევე სახარების 4 თავიც და ასევე სხვა დანარჩენი წიგნებიც, ნაწილებიც. ესე იგი მოსეს ჯულის თანახმად მღვდლობის უფლება ჰქონდა მხოლოდ აარონს, მოსეს ძმას აარონს და მის შთამომავლებს. ეს არის ძალიან კაფიოდ განმარტებული მოსეს რჯულში. და ამ აარონიან მღვდლებს დავალებული ჰქონდათ იერუსალიმის ტაძარში სხვადასხვა მოქმედებების შესრულება და ვინც აარონიანი არ იყო, ესე იგი სხვა ადამიანი, ვინც აარონის შთამომავალი არ იყო, არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო მღვდელი. იერობოამმა ჩრდილოეთ ისრაელის მეფემ მიზანმიმართულად უარყო ეს და თვითნებურად შექმნა რელიგიური ორგანიზაცია, თვითნებურად დაადგინა მღვდლები, რომლებიც არ იყვნენ აარონის შთამომავლები, მათ მისცა სასაკმევლე საცეცხლურები, რომლითაც ისინი საკმეველს აკმევდნენ, თვითონ იერობოამიც გახდა ერთ-ერთი მღვდელი და თვითონაც აკმევდა ამ საკმეველს. იერობოამმა ამავე დროს ააშენა ეგრეთ წოდებული სამსხვერპლოები, იგივე საკურთხევლები, ააშენა ტაძრები, ამ ესე იგი ბიბლიაში ზოგ ვერსიაში ამ საკურთხევლებს, იგივე სამსხვერპლოებს ეწოდება გორაკები. გორაკები, იმიტომ რომ ეს გორაკის ფორმა ჰქონდა ამ სამსხვერპლოებს, კიბეებივით იყო და იქ უნდა ასულიყვნენ და ისე სწირავდნენ სხვერპლს. ესე იგი, ააშენა ამ სამსხვერპლოთა ტაძრებიც და განაწესა ეს მღვდლები ამ გორაკებისთვის, ამ სამსხვერპლოებისთვის. ამავე დროს მან გააკეთა 2 ოქროს ხბო. ეს 2 ოქროს ხბო დადგა ისრაელის 2 ქალაქში, დანში და ბეთილში და მოსახლეობას მოუწოდა ასეთი რამ, უთხრა მათ რომ გეყოფა ისრაელო იერუსალიმში სიარულიო, აი ეს ხბოები არიან ის ღმერთებიო, რომლებმაც გამოგიყვანეს ეგვიპტიდანო. ამავე დროს იერობოამმა დაადგინა თვითნებურად დღესასწაული, იმ დღესასწაულის მსგავსი, რომელიც ღმერთს ჰქონდა დადგენილი და მოხდა ისე რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ამ ხბოების თაყვანის საცემლად დაიწყო სიარული დანში და ბეთილში და იერობოამის მიერ დადგენილ მღვდლებთან დაიწყეს სიარული მოსახლეობის უმრავლესობამ. მხოლოდ უმცირესი ნაწილი იყო ისეთი, რომლებიც არ შეეგუნენ იერობოამის აი ამ რეფორმებს და გადმოსახლდნენ სამხრეთ სამეფოში, რომელ სამხრეთ სამეფოსაც ეწოდებოდა იუდას სამეფო და აგერ ბიბლიის 4 თავში მოხსენიებულია ეს სამეფო იუდეის სამეფო, იუდეა. საქმე რაშია, ესე იგი, საქმე იმაშია, რომ ამ თვალსაჩინო მაგალითიდან ჩანს ის თუ რის გამო, აი რატომ ჩამოყალიბდა კონკრეტული ისრაელის, ესე იგი ჩრდილოეთ ისრაელის სექტა, ვინ ჩამოაყალიბა და რა იყო ამისი მიზეზი, რა იყო ამისი საბაბი და რატომ იყო რომ ამ სექტამ ფეხი მოიკიდა ჩრდილოეთ ისრაელში და საუკუნეების განმავლობაში ჩრდილოეთ ისრაელის ყველა მომდევნო მეფემ იერობოამის ცოდვები გაიზიარა და ამისი შედეგი იყო ის, რომ ღმერთმა ასურეთის მეშვეობით ისრაელიანები გადაასახლა ასურეთის მიწებზე და მათ მაგივრად
აგერ ქალაქ სამარიაში და სხვა ადგილებშიც ჩაასახლა ასურეთიდან ჩამოსახლებული ხალხები, რომლებიც უკვე ბიბლიის 4 თავში იწოდებიან სამარიელებად. სამარია იყო ჩრდილოეთ ისრაელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი. საქმე იმაშია, რომ აი აქედან ამ ისტორიიდან ჩანს ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ბრმად გაჰყვა იერობოამს და არ გაჰყვა ღმერთს. ესე იგი, და ამავე დროს ამ სექტის ჩამოყალიბების საფუძველი იყო არა რაღაცა გაუნათლებლობა, არა ის, რომ თქვათ იერობოამმა არ იცოდა რას აკეთებდა, ამ ბიბლიას სწორად ვერ გაიგო. არა. იერობოამმა მიზანმიმართულად ჩამოაყალიბა ახალი სექტა, რომლითაც ღმერთს გამოეყო და ამავე დროს თავის მიერ შექმნილ სექტას დაარქვა ისრაელის ღმერთის, ასე ვთქვათ, სარწმუნოება. ის ორი ოქროს ხბო, რომლებიც იერობოამმა გააკეთა, აი იმ ორ ოქროს ხბოს იერობოამმა დაარქვა ღვთის სახელი და თქვა ისრაელიანებს უთხრა, რომ აი ესენი არიან ის ღმერთებიო, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანესო. ესე იგი, აი მე რაც ახლა გავაკეთეო, ეს არისო თქვენი მამაპაპის ღმერთის რელიგიაო, ხო? აი ასეთი ჩემი სიტყვებით რო ვთქვა ახლა. ესე იგი, იერობოამმა გააკეთა ის, რომ ესე იგი ძირძველ ისრაელიანთა ძირძველ სარწმუნოებად გამოაცხადა თავისი ახლად შეთითხნილი რელიგია. არა იმიტომ, რომ იერობოამმა ეს არ იცოდა, რომ მისი რელიგია არასწორი იყო, არა, მან ეს იცოდა, მაგრამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს. და მოხდა ისე, რომ აგერ ღმერთმა ეს მერე იერობოამიც დასაჯა, მთელი ისტორიებია მოცემული და თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ეს ისტორიები წაიკითხოთ. ამავე დროს დღესაც ახლა ბიბლია ერთი არსებობს და დღეს ესე იგი მოყოლებული ქრისტეს შობიდან შემდგომ უკვე რატომ შეიქმნა ამდენი რელიგიური სექტა. ამისი საფუძველი ჩვენ უნდა ვეძებოთ უშუალოდ ამ სექტის შემქმნელებში, რა მოტივი ამოძრავებდათ მათ, არა ის, რომ თქვათ მათ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. იქ რაღაცა სხვა მოტივები იყო, ისევე როგორც იერობოამის შემთხვევაში. და ამავე დროს დღესაც ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციებში არიან, ეს ადამიანები ან არ კითხულობენ თვითონ, არ სწავლობენ ბიბლიას, ან ეს არ აინტერესებთ და არა სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს. აი ეს არის მიზეზები იმისა, რის გამოც იქმნება ეს რელიგიური სექტები და არამც ბიბლია არ არის გაუგებარი წიგნი. ბიბლია ღმერთმა გასაგებ ენაზე დაგვიწერა. რაც შეეხება საქართველოს ახლა ჩვენ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია დღეს საქართველოში არის თუ არა ისეთი სექტები, რომლებიც ღმერთს არ დაუწესებია და ღმერთს არ დაუარსებია და თვითნებურად არიან შექმნილები ღმერთის სწავლების საწინააღმდეგოდ და ღმერთის სწავლების საწინააღმდეგო სწავლებას აუცელებენ. აი მაგალითად იერობოამის მსგავსად საქართველოში არის თუ არა რაიმე ესეთი სექტა, რომელსაც იერობოამის არასწორ რეფორმებს დავუკავშირებთ რა, ასე ვთქვათ და მსგავსი შემთხვევა არის თუ არა. არის, ვინც ბიბლიას თავიდან ბოლომდე ისწავლის, იგი შესანიშნავად გაიგებს იმას, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი და საუკუნეების განმავლობაში საქართველოში არსებული საპატრიარქოს ორგანიზაცია არის არაქრისტიანული სექტა არის, რომელიც შექმნილი არის ღვთის სწავლების საწინააღმდეგოდ და ეხლა რას ნიშნავს ეს. აგერ იერობოამის მაგალითზეც ძალიან დიდი მსგავსება არის იერობოამის მიერ შექმნილი სექტისა, იერობოამის მიერ შექმნილ სექტასა და საპატრიარქოს ორგანიზაციის სექტას შორის. კერძოდ, აი ეს საპატრიარქოს ორგანიზაციაში ეს მღვდლები რო არიან დადგენილები, სადაც მოესურვებათ იქ რო აშენებენ ამ ტაძრებს, საკურთხევლებს, აგებენ. ეს ყველაფერი არის იერობოამის რეფორმების მსგავსი
და ეს ყველაფერი ღმერთს არ დაუწესებია. დავიწყებ აი იქიდან რომ ჯერ კიდევ აი ძველ აღთქმაში ღმერთის რჯულის თანახმად მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადგილას უნდა ყოფილიყო ღვთის საკურთხეველი, ორი საკურთხეველი ჰქონდა ღვთის ტაძარს იერუსალიმში, ერთი იყო საცეცხლო მსხვერპლის საკურთხეველი, სამსხვერპლო, ესე იგი, რომელიც იდგა ტაძრის ეზოში და ხოლო მეორე საკურთხეველი იყო ტაძრის შიდა მხარეს ფარდის კრეტსაბმელის შესასვლელთან სასაკმევლე სამსხვერპლო ერქვა იმას, სასაკმევლე საკურთხეველი და მხოლოდ, ესე იგი, ღმერთის მითითება იყო აი ასეთი, რომ მხოლოდ იერუსალიმში უნდა ყოფილიყო ეს ერთადერთი ტაძარი, მხოლოდ ერთი ტაძარი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში და ისიც იერუსალიმში და მხოლოდ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ უფლება იმისა, რომ ეს ხელში საცეცხლურების სჭეროდათ, საკმეველი ეკმიათ, მირონი დაემზადებინათ, საკმეველი დაემზადებინათ და ეს მირონი და საკმეველი მოეხმარათ აი იმ წესებისათვის, რაც ღმერთმა დააწესა. შემდგომ ამისა, ხო, ეს ჯერ იმას ვიტყვი, რომ ეს მცნება იერობოამ ნაბატის ძემ დაარღვია და ამავე დროს ეს დარღვეულია საპატრიარქოს ორგანიზაციაშიც. ისევე როგორც იერობოამს, სადაც მოესურვებოდა, იქ აგებდა სამსხვერპლოებს, იგივე საკურთხევლებს, იქ აშენებდა ტაძრებს, ვინც მოესურვებოდა იმას ადგენდა მღვდლად და ზუსტად ეს არის მსგავსი იმისა, რასაც საპატრიარქოს ორგანიზაცია აკეთებს, სადაც მოესურვება, იქ აშენებს ტაძარს, დგამენ საკურთხევლებს, აყენებენ მღვდლებს, ვინც მოესურვებათ და არ მისდევენ ღვთის სწავლებას. უკვე ახალ აღთქმაში ჩვენ ღმერთი გვაგებინებს იმას, გავიგებთ იმას, რომ უფალმა იესომ გააუქმა ის ძველი აღთქმის სამღვდელო სარიტუალო სისტემა, გააუქმა საკმევლის და მირონის დამზადება, მოხმარება, გააუქმა აარონიანი მღვდლობა, გააუქმა იერუსალიმის ტაძრის მსახურებაც და თვითონ უფალი იესო გახდა მღვდელი, არა აარონის წესით, არამედ მელქისედეკის წესით და ერთადერთი მღვდელი, ვინც არის დადგენილი მელქიცედეკის წესით, ეს არის მხოლოდ იესო ქრისტე. ეს მელქიცედეკი ვინ იყო და რა არის ბიბლიაში მასე ნათქვამი განმარტებული, ეს შეგიძლიათ თქვენ თვითონვე მოიძიოთ ბიბლიაში, აგერ ბიბლიაში ბიბლიის პირველ ნაწილში, დაბადებაში, სადაც აბრაამის ისტორია მოცემული, იქ არის მელქიცედეკის ისტორიაც. როდესაც ღმერთი აბრაამს დაამარცხებინებს მტერს და აბრაამი დაიბრუნებს ტყვეებს, მას შემოეგებება მელქიცედეკი, უზენაესი ღმერთის მღვდელი და აბრაამს გამოუტანს პურს და ღვინოს, აკურთხებს მას და ზუსტად აი ამის შემდგომ გავა დიდი პერიოდი უკვე, როდესაც ღმერთმა მოსეს მეშვეობით დაადგინა აარონიანი მღვდლობა და მღვდლობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ აარონიან მღვდლებს. და ამ აარონიანი მღვდლების დადგენიდან ასევე გავიდა მრავალი წელი და ღმერთმა დავით წინასწარმეტყველს ფსალმუნებში ჩააწერინა წინასწარმეტყველური სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით და არა აარონის წესით. და უკვე ეს წინასწარმეტყველება მიმართული იყო მხოლობით ფორმაში, რომ დაიფიცა ღმერთმა და არ შეინანებს შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესით. ესე იგი, შენ ხარ მღვდელიო და არა თქვენ ხართ მღვდლებიო. რას ნიშნავს ეს? ის აარონიანი მღვდლები ხო მრავალნი იყვნენ, მრავლობითში იყვნენ, ხოლო ეს მელქიცედეკის წესით
დადგენილი 109 ფსალმუნში არის ჩაწერილი ეს წინასწარმეტყველება ფიცის სიტყვა იესო ქრისტეს მიმართ მიმართული, რომ ის გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით და ეს წინასწარმეტყველური ფიცის სიტყვა მიმართული იყო მხოლობით ფორმაში დაიფიცა ღმერთმა და არ შეინანებს შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქიცედეკის წესითო. ესე იგი ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ იესო ქრისტე მხოლობით, ესე იგი მხოლოდ იესო ქრისტე იქნებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით და სხვა არავის აქვს უფლება იმისა, რომ იყოს მღვდელი მელქიცედეკის წესით. აი ეს, ესე იგი, რომ უკვე ახალი აღთქმის თანახმად თავად უფალი იესო გახდა მღვდელი მელქიცედეკის წესით და მან გააუქმა ძველი სამღვდელო სარიტუალო სისტემა, აარონიანი მღვდლობა, შესანიშნავად არის განმარტებული ბიბლიაში ახალი აღთქმის ერთ-ერთ წიგნში, ნაწილში, რომელსაც ეწოდება ებრაელთა მიმართ წერილი. ეს ებრაელთა მიმართ წერილი თქვენ არ გეგონოთ, რომ ეს არის მხოლოდ ებრაელებისთვის, არა, ეს არის კონკრეტულად ეს წერილი სულიწმინდამ გაუგზავნა წარმოშობით ებრაელ ქრისტიანებს, რომლებიც ჩახედულები იყვნენ ღვთის რჯულში, იგივე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველურ წიგნებშიც და მათთვის იყო ეს მიმართული, რომ აი აქ ებრაელთა მიმართ წერილში შესანიშნავად არის განმარტებული ის, რომ ის ძველი გაუქმდა ნამდვილად იესო ქრისტემ, ესე იგი ჩაანაცვლა ის აარონიანი მღვდლები და ებრაელთა მიმართ მიწერილ წერილში განმარტებული არის თუ რაუდენ დიდი უპირატესობა აქვს უფალ იესოს მღვდლობას, რომ ესე იგი მღვდელ იესოს რაუდენ დიდი უპირატესობა აქვს იმ ძველი აღთქმით დადგენილ აარონიან მღვდლებთან შედარებით. წაიკითხეთ ბიბლიაში აი ეს წერილი ებრაელთა მიმართ, ებრაელ ქრისტიანთათვის გაგზავნილი წერილია, მაგრამ ამავე დროს იგი არის საყოველთაო წერილიც და ყველა ქრისტიანისთვის მიწერილი წერილია და აი აქედან მეც აგერ გავიგე ის, რომ უფალმა იესომ გააუქმა ძველი აღთქმის სამღვდელო სარიტუალო სისტემა და თვითონ უფალი გახდა მღვდელი. მაგრამ მიუხედავად აი ამისა, როგორც ვხედავთ, საპატრიარქოს ორგანიზაციაში არიან მრავალი მღვდლები, რომლებსაც ეს რიტუალები საკმევლის და მირონის მომზადება და მოხმარება მოპარული აქვთ ძველი აღთქმის მოსეს რჯულიდან და ამავე დროს ეს საცეცხლურით საკმევლის კმევა, ესეც რა თქმა უნდა მოპარული აქვთ ძველი აღთქმით დადგენილი მოსეს რჯულიდან და თვითონ იმ მოსეს რჯულის მიხედვითაც ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებს არ აქვთ უფლება იმისა, რომ საკმეველს და მირონს ამზადებდნენ და მოიხმარდნენ, იმიტომ რომ ზუსტად მოსეს რჯულის თანახმად საკმევლის და მირონის დამზადების და მოხმარების უფლება ჰქონდათ მხოლოდ აარონიან მღვდლებს და სხვა არავის. ამავე დროს იმ საცეცხლურშიც კი არავის ჰქონდა უფლება ჩაედო უცხო ცეცხლი. ის ცეცხლი ნაკვერჩხლები, რომელი ნაკვერჩხლებიც აარონიან მღვდლებს თავიანთ საცეცხლურებში ჰქონდათ ჩადებული, ის იყო აღებული ღვთის სამსხვერპლოდან და არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ აი ცალკე ვთქვათ რაიმე ასანთით აენთო ცეცხლი, ჩაიდო იმ საცეცხლურში და უფლის წინაშე ისე გამოცხადებულიყო. მოხდა ისე, რომ ეს მითითება ნადაბიმ და აბიჰუმ აარონის ორმა შვილმა დაარღვია, ისინი მღვდლები იყვნენ, აარონიანი მღვდლები იყვნენ. მათ ეს მითითება დაარღვიეს და უფლის წინაშე გამოცხადდნენ, ესე იგი ღვთის კარავში
შევიდნენ ისეთი საცეცხლურებით, რომელიც საცეცხლურშიც უცხო ცეცხლი იყო ჩადებული, ესე იგი უცხო ნაგვერჩხალი იყო ჩადებული, რომელი ნაგვერჩხალიც არ იყო აღებული ღვთის სამსხვერპლოდან. და მოხდა ისე, რომ ესე იგი ეს ნადაბი და აბიჰუ ღვთის მიერ დაიხოცნენ, ასე ვთქვათ, როდესაც ისინი ამ უცხო ცეცხლით გამოცხადდნენ უფლის წინაშე არავში, ისინი დაიხოცნენ, იმიტომ რომ ღმერთს ნათქვამი ჰქონდა ყველასთვის, რომ ესე იგი უცხო ცეცხლით არ უნდა გამოცხადებულიყვნენ და ეს მითითება, რომ დაარღვიეს აარონის შვილები ამის გამო მოკვდნენ. ეს ამბავი ჩაწერილია ბიბლიაში, ბიბლიის რიცხვთა წიგნში. რიცხვი ეს არის ბიბლიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ხო? როგორც უკვე მე ჩამოთვალე, ბიბლიის პირველ 5 წიგნს, 5 ნაწილს ეწოდება მოსეს 5 წიგნეული და მათ შორის არის ერთ-ერთი რიცხვი. ესე იგი, ბიბლიის საწყისი ნაწილი არის დაბადება, შემდეგ არის გამოსვლა, შემდეგ ლევიანნი და მეოთხე არის რიცხვი. აი აქ ზუსტად რიცხვში, რიცხვთა წიგნში ჩაწერილი არის, ასე ვთქვათ, აი ეს ჭკუის სასწავლებელი ამბავი, როგორ დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ. და რაც შეეხება დღეს საპატრიარქოს ორგანიზაციის მოხდლებს, ესენიც ვინც დაკვირვებულ ხართ, საცეცხლურს ატარებენ, ისევე როგორც იერობამის მოხდლები ატარებდნენ საცეცხლურებს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ არც იერობამის მოხდლებისთვის და არც საპატრიარქოს მოხდლებისთვის ღმერთს არ დაუწესებია საკმევლის კმევა. არამედ ესენიც და ისინიც იპარავდნენ და ესენიც იპარავენ ძველი აღთქმის რჯულიდან დამახინჯებულად ამ საცეცხლურის მოხმარებას. ეს საპატრიარქოს მოხდლებსაც, როგორც მოესურვებათ თავის საცეცხლურში, შეუძლიათ, ესე იგი, ჩვეულებრივი ასანთიდან აანთონ ცეცხლი და ისე წაუკიდონ იქ ჩადებულ საკმეველს და ისე აკმიონ. აი ეს აკრძალული იყო ღვთის რჯულის თანახმად ძველი აღთქმის რჯულში. ხოლო უკვე ახალი აღთქმის ქრისტეს რჯულში საერთოდ გაუქმებულია ის სამღვდელო სარიტუალო სისტემა და თავად უფალი იესო არის მღვდელი, იმიტომ რომ გამარტებულია ის, რომ იესო ქრისტემ შესწირა ერთადერთი მსხვერპლი ჩვენს გამოსასყიდად, რათა გამოვესყიდეთ ჩვენივე ცოდვებისაგან მისი მიმდევრები, ესე იგი, უფალმა იესომ თავისი საკუთარი სხეული შესწირა ცოდვისგან გამოსასყიდ მსხვერპლად და თავისი სისხლით გაგვწმინდა ცოდვებისაგან მისი მორწმუნეები. და თვითონ ეს მოხდელი, სიტყვა მოხდელი ნიშნავს განმწმენდელს და ამიტომაც არის, რომ იესო გახდა მოხდელი მელქიცედეკის წესით, ვინაიდან იესო არის მარადიული მოხდელი. იგი არ კვდება, იგი მარადიულია, დღესაც შუამდგომლობს, დღესაც კი თითოეული ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს მიერ მოტანილ აი ამ სასიხარულო ამბავს ცოდვისგან გამოსყიდვაზე და მკვდრეთით აღდგომაზე დაიჯერებს, ესე იგი იესო ქრისტეს, ვინც ირწმუნებს თავის უფლად და თავის მხსნელად, დღესაც მოქმედებს იესოს მოხდელ მოქმედება და იესო ქრისტეს სისხლი დღევანდელ მორწმუნეებსაც წმენდს ცოდვებისაგან და იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს მიეტევება ცოდვები იესო ქრისტეს სახელით და უკვე ქრისტიანები ჩვენ უკვე ვიწოდებით განწმენდილებად, წმინდანებად. აი აგერ ებრაელთა წერილშიც ებრაელ ქრისტიანებს ავტორი მიმართავს სიტყვებით, რომ ძმანო წმინდანო, ზეციური ხმობის თანაზიარნობო. და აგერ მთელ რიგ აი ამ წერილებში
რომელიც წერილებიც სულიწმინდა პავლე მოციქულის მეშვეობით და ასევე პეტრე მოციქულის და სხვა მოციქულების მეშვეობით მისწერა სხვადასხვა მხარეში მცხოვრებ ქრისტიანებს უკვე ამ წერილებში ღმერთი ქრისტიანებს მოიხსენიებს წმინდანებად, უკვე არა ცოდვილებად, არამედ წმინდანებად. და ჩვენ ეს წმინდანობა მოგვანიჭა იესო ქრისტეს მსხვერპ შეწირვამ, მისმა აღდგომამ, მისმა სისხლმა და მისმა სიტყვებმა, მისმა სწავლებამ. და ვინც იესო ქრისტეს დაუჯერა, ან დაუჯერებს თითოეული მათგანი, გათავისუფლებულია ცოდვებისაგან, ან გათავისუფლებული იქნება, ვისაც თქვათ ჯერ არ გაუგია იესოზე, ან არ სჯერა ის რჩება ცოდვაში, ხოლო მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამბავს გაიგებს და ირწმუნებს და დარჩება ღვთის სიტყვაში, უკვე აი ასეთიც განწმენდილი იქნება ცოდვებისაგან თვითონ იესო ქრისტეს მიერ უკვე ერთხელ და სამუდამოდ შეწირული მსხვერპლის და ერთხელ და სამუდამოდ დამთხეული სისხლის მეშვეობით. იესო ქრისტეს აი ამ სახარების სიტყვის დაჯერებით ხდება ცოდვებისგან განწმენდა და ზეციდან დაბადება, ზეციდან შობა, რომელზეც უფალი იესო ამბობს, რომ ვინც ესე იგი ვინც ზემოდან არ დაიბადება, იგი ვერ შევა ღვთის სასუფეველში ვერ შევაო. ესე იგი აუცილებელი არის იესო ქრისტეს სიტყვების დაჯერება და აი ამით ხდება დაბადება. ქრისტეში დაბადება ხდება აი ამით. და ამიტომაც არის, რომ უკვე დღევანდელობაში, როდესაც ჩვენ ვაწყდებით თუნდაც სახელმწიფო დონის სექტებს, როგორიც არის კათოლიკური ორგანიზაციის მიერ დაწესებული ეს სწავლება და ასევე საპატრიარქოს ორგანიზაციების მიერ დაწესებული სწავლება, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჩვენი საყვარელი უფლის იესო ქრისტეს მოძღვრებასთან. ეხლა კონკრეტულად მოგმართავთ ქრისტიანებს, ვინც თქვენ შორის, მსმენელთა შორის ქრისტიანი, აი ჩვენმა საყვარელმა უფალმა რა სწავლებაც დაგვიწერა და დაგვიწესა, აი ამის საწინააღმდეგოდ არიან აღძრულები კათოლიკური და საპატრიარქოს ორგანიზაციები. მე ამ რიცხვში აგერ ჩამოვთვლი იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციასაც, მე არ მინდა ახლა ვინმეს ესე ზედაპირულ ადამიანს ვეგონო იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის სექტის წევრი და ამას იმიტომ გავუსვამ, ასე ვთქვათ, ხაზს. ზოგადად ღმერთი ჩვენ იმას გვასწავლის, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციებში და სექტებში არ არის გადარჩენა, არ არის ხსნა. ხსნა და გადარჩენა არის იესო ქრისტეს სიტყვების მიღებაში, სიტყვების რწმენაში, რომელიც სიტყვებიც დღევანდელობაში მხოლოდ ბიბლიაში არის ჩაწერილი და აგერ ივანე მოციქულმაც ეს დაგვიწერა. როდესაც მან აგერ ივანეს სახარების მე-20 თავის ბოლო მუხლებში კითხულობთ ამ წიგნის დაწერის მიზანზე. იოანე წერს ჩვენ მკითხველებს მოგმართავს და გვეუბნება, რომ ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ, რომლებიც ამ წიგნში არ ჩაწერილაო და ესენი კი იმიტომ დაიწერაო, რომ ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და მორწმუნეებს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელითო. ამავე დროს იოანე თავის სხვა წერილში წერს, რომ ჩვენ ამას იმიტომ გწერთო, რომ ჩვენთან გქონდეთ მოზიარეობაო, ჩვენთან, ესე იგი მოციქულებთან გქონდეთო მოზიარეობაო, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არისო მამასთან და მის ძესთან იესო ქრისტესთანო. ესე იგი, თუ კი ჩვენ გვსურს, რომ ქრისტესთან და მის მოციქულებთან გქონდეს თანაზიარობა და არ ვიყოთ გზას აცდენილები, ამიტომ ქრისტეს მოციქულთა ხელით და სულიწმინდით შთაგონებით დაწერილი ქრისტეს წერილი უნდა ვისწავლოთ,
ვისაც ნასწავლი არ აქვს, უნდა ისწავლოს, დაიჯეროს, ირწმუნოს და აი ამ რწმენით გადარჩება. აგერ თვითონ იოანე მოციქული ამოწმებს აი ამას სულიწმინდით, აღწრული იოანე მოციქული ამოწმებს აი ამას. ამოწმებს და წერს, რომ თუკი ადამიანს უნდა გადარჩენა, აი ამისათვის არის დაწერილი აი ეს ღვთის წერილი და ვინც იესო ქრისტეს ამბავს ბიბლიიდან წაიკითხავს და ირწმუნებს, დაიჯერებს, აი ის იქნება გადარჩენილი, ხოლო ვინც ამას არ დაიჯერებს, იგი ვერ გადარჩება, იგი ისევ რჩება ცოდვილ ადამიანად და მას ღვთის რისხვა დაატყდება თავს. მაშასადამე, ესე იგი, ვისაც დღეს აი სურს, რომ აი ესეთი ქრისტიანი იყოს, როგორი ქრისტიანებიც იყვნენ ქრისტეს მოციქულები და ქრისტეს მოციქულებთან გქონდეს მიბმულობა, ასე ვთქვათ, და თანაზიარი იყოს ქრისტეს მოციქულებთან და შესაბამისად თანაზიარი იყოს მამასთან და მის ძესთან იესო ქრისტესთან სულიწმინდის მეშვეობით. ამისათვის დაწერილი არის ღვთის წმინდა წერილი, რომელიც უნდა წაიკითხოს თითოეულმა ადამიანმა. ამიტომაც, ვისაც ჯერ ეს არ გაგიკეთებიათ, აგერ აიღეთ ღვთის წერილი, ბიბლია, თქვენ თვითონვე ისწავლეთ, დაიჯერეთ ნასწავლი და აი ამით გადარჩებით. თქვენ დაიწყებთ სწორი რელიგიის და სწორი სარწმუნოების მოძებნას ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციებში. ვინაიდან დღეისათვის ჯერ ერთი რომ მრავალი რელიგიური ორგანიზაცია და ყველას შემოვლას ვერ მოასწრებთ. თქვენი სიცოცხლის წლები არ გეყოფათ აი იმისათვის, რომ ყველა რელიგიური მიმდინარეობა შემოიაროთ. რაც შეეხება საღვთო წერილის წაკითხვას და შესწავლას, ნამდვილად ჩვენი სიცოცხლის წლები, რა თქმა უნდა, საკმარისი არის აი იმისათვის, რომ ეს ერთი წიგნი წავიკითხოთ, ვისწავლოთ, დაუჯეროთ, განვიწმინდოთ და გადავრჩეთ. ვინც ეს უკვე გავაკეთეთ, განწმენდილები ვართ და მოველით აი იმ აღთქმების და დაპირებების შესრულებას, რაც უფალმა იესომ აგერ დაგვიწერა და რასაც იგი დაგვპირდა. ესე იგი, ჩვენი აი ამ სარწმუნოების მიზანი რაც არის, აი ამას ჩვენ ველოდებით. თორემ სხვა მხრივ ეს სარწმუნოება თვითმიზანი არ არის, ასე ვთქვათ, რომ აი მე ეხლა მწამს და რომ მოგდები, გარდავიცვლები, იქით არ გავქრები და რაღაც ასე არ არის. აგერ პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-15 თავში შესანიშნავად აყალიბებს აი ამ საკითხს, ესე იგი, რომ ჩვენ აი რას მოველით და რა არის ჩვენი იმედი, რატომ გვჯერა ჩვენ უფლისა იესო ქრისტესი და რას ველოდებით ჩვენ. ესე იგი, ეს ჩვენი რწმენა გამოსადეგი არ არის მხოლოდ ამ ღვთისმსახურში, არამედ ეს არის გამოსადეგი მარადისობაში გადასაყვანად და ღვთის სიწმინდეში, ღვთის თანდასწრებაში, მარადისობაში გადასასვლელად, ღვთის სასუფეველში შესასვლელად და ესე იგი აი ამის თაობაზე პავლე მოციქული შესანიშნავად აგერ სულიწმინდის მიერ აღსრული პავლე შესანიშნავ განმარტებას აკეთებს კორინთელთა პირველი წერილის მე-15 თავში და ზოგადად ადამიანმა, რომელიც მონდომებულია, რომ ღმერთის სწავლება ისწავლოს და არ იყოს მოტყუებული, უნდა გამოიჩინოს ნებისყოფა ასეთმა ადამიანმა და ღვთის მთელი ბიბლია უნდა ისწავლოს და ფრაგმენტალური ცოდნა არ უნდა ჰქონდეს, აქა-იქ ამოკრეფილებით არ უნდა ჰქონდეს რაღაცა წარმოდგენები შექმნილი. ამიტომაც, ვისაც ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, აიღეთ ბიბლია და პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით ისწავლეთ. აბა, დაგემშვიდობებით ახლა.